არაჩვეულებრივი ადამიანები მოვიწვიო სტუდიაში, ჩვენი სტუმრები და ჩვენი მეგობრები, რაც მთავარია. ვინ? დუეტი ლეონი გახლავთ, როგორც იქნა ჩვენი გადაცემის. რავახარ, ჩემო საყვარელო, კეთილი იყოს შენიბერში დამძანი. გამარჯობა გედაცალე. მომდამი დავწამი. გადასარევი მშვენიერი ცოტა შორის უკვე ის სინაურად ახლა რომ გახსოვდა ჩვენი ავეჯის ფერები და ფერებში მოხვედი. სათვალე წამოვიღე ზუსტად. ბატონო, მოკლედ, ჩეოპატა ჯერ გამკაცოდ გაგვაჩერე, მე მეგონა რაღაცა სხვა გადაცემაში ვიყავი. რატო გადავწყვიტეთ ლეონის სტუმრად მოყვანა? უთხარი ვარსკვლავს რო უხსნით აქ სტუდიაში. ეს მერე ცოტა მერე დღეს არ არის ვარსკვლავის რაღაცა ცოტა მერე. უი, რა კარგი იდეაა სხვათა შორის. ვით ჩვენთან ესე იგი იქნება 100 ჯერ და ცოტა მეჯერ ყველას გაუხსნათ ვარსკვლავი. ნამდვილად. არა, ეხლა გულზე ხელი დაიდე და თქვი რა ჯობია რომ ასეთ გადაცემა მიყავთ შენ მეგობრებს. რა ასლა, არაფერი არ ჯობია, არაფერი არ ჯობია ნამდვილად. ეუცლელია. ჩვენ რო გადაცემა მიყავს მერე და სიტყვაზე ლევანის და ნისოს სტუმრები ყავს და აქ რო შემოდიან, აი ჩემი ვარსკვლავი აქ. პატაჟოს და რატო გადავწყვიტეთ თქო სტუმრად ჩვენი მეგობრების მოწვევა ვიკითხეთ და შოუ ბიზნესში ყველაზე საუკეთესო პასკებს ვინაცხობს და მოყვანეთ სტუმრად. რა გდგომა თემატიკასთან დაკავშირებით. სხვათა შორის მართლა კარგ პასკებს. თქვენამდეც მოაღწია ამ ამბავმა? რა თქმა უნდა. მე ესეთი არაფერი არ მინახია. ქმარს ღვინოს არ ასმევს, სიგარეტს არ ეწევა, თავისთავად ის ცუდია კი ბატონო. პასკების ხოვაზე გადაიყვანა ეს მომღერალი კაცი. ქვადარკინა. ეგრე. სხვა რა ვახართ, რა ხდება იქ? ქუთაისში. ხან ქუთაისურად, ხან თბილისურად და ვართ ეგრე. უბრალოდ ყველაზე დიდი გზა ეხა ქუთაისიდან ჩამოვედით ორშაბათს რა. სხვათა შორის იმ ხელა გზა გამოვიარეთ, მე ჯერ აქამდე ესეთი გრძელი ქუთაისი თბილისის გზა არ მქონია. საცობია, ხო ისე. საცობი აღარ ერქვა იმას. ძალიან დიდი საცობი. რამდენი ხალხი მოდის და მე რამდენი ისე მართლა რამდენ სიტევს ეს ჩემი დედაქალაქი. არა, ყველაზე წარმოდგენა არა პაკ. ყველაზე მართალია და ჩვენ გვეგონა რომ აი ორშაბათს მაინც დალევს იქ ხალხი თქო რაღაცა შევძდით რა რეალურად თურმე ყველას ეგაზრი ქონია რომ აი ორშაბათს დარჩებია ვინც დალევს ვეღარ წამოვლენო მაგრამ აი 4 საათზე დავიძარით სხვათა შორის ყველაზე მაგარი ის იყო რომ რაღაც აი Google და მისი ამბავი ეგრევე რომ დავინახეთ ამ ხელა თან ნოე მოყვებოდა თან ჩემი ძმაკაცის შვილები მოყვებოდა ბავშვები მანქან რაღაცა უნდა მოგვეფიქრებინა იქაც ჩავრთეთ ის ქუთაისური ტვინი რა რეალურად და დავახმარეთ Google ქუთაისური Google ჩართეთ ქუთაისური Google და სად ვიყავით ნინი მე მგონი ოკამთან ხო რაღაცას გვიჩვენებს აი ესეო თუ წახვალთო ოფროუდზე რო ვიყავით ნამდვილად ხო და ესე თუ წახვალთო 53 წუთში ჩახვალ თბილისშიო და ამ გზას თუ გავყვებით დაახლოებით 2 საათი უნდაო რა ნინის მე უთხარი უნდა გავრისკოთ თქო ნინითან რულთან იყო არ ვიცოდით რა გზა იყო როგორი იყო უბრალოდ გავყევით მართლა ასეთ ცოტა დროს ჩამოგიყვანა მართლა ეგ 53 წუთში საერთოდ რატო არ გამოვედით ზაჰესთან რა მაგრამ რეალურად ალბათ არავის არ ეცოდინება ეგ გზა ძალიან ცუდი გზა გაკეთებული გზა არის ხო ეხლა კეთდება ალბათ ინფრასტრუქტურა რაღაცები მაგრამ ევასიები კიდე კაი რომ ჯიპი გვყავს ეხლა ჩვენ 4 ჯიპი მივდიოდით ესე დამწკრივებული და ერთმანეთს იმედად ვიყავით ყველა და როგორც იქნა ზუსტად 53 წუთში შემოვედით თბილისში სხვათა შორის ჩემო პატა მე და პატა კვირა დღეს ვიყავით ჩვენ მეგობართან სტუმრად და მე ძამის ხეობაში და მე მოვდიოდი დასავლეთიდან და გადამახვევინა სადღაც ესე მასთან რა ქვია ეგრე ხო რაღაც თურმე იქედან ამან ნახა ახლო გზა დამიწერა და ვიარე მეთქი კაცო რა უნდა სუფრას და ბურბანეს რა უნდა მივადექი ტყეში შევედი კაკოყაჩაღი დამხვდა
უთხარი თუ ტაშკეს ყასელი ვარ ძმავა. ასე ეგლესიურად დავშორდები. მონა გეთქა, ვერ მიმასწავლი კუდიგორის გზა. არა, ვერაო, მითხრა და მესწრო. ამ გზაზე ერთი ჩემი მაინც მოგვივიდა ჯარგვალთან, აი ყველა რო ხედავთ ამ ხელა საცობია, ერთი ჩასახვევი იყო ესეთი რა. აი ეს რაღაც წრეს აკეთებდა და ბიჭო ჩაუხვია ჩვენც შეხედა ერთი მანქანა, მეორე, მესამე მანქანა ჩადის და მოდი ჩვენს გავყვეთქო რა, ვიღაცებმა ვინც ეტყობა იგრძნესო რაღაცა. ვიხმარეთ და მოვედით ისევ ჯარგვალთან, ნახევარი საათის მერე. შეუერთდით ამას, კოლონას ძიც, ხო. აგე საჭესთან ისევ თქვენ ალბათ. კი არა, ნინიმ გამოცდა ჩააბარა ოფროუდ. უაზე დაახარებს ამ ძიც, აღარ ვიცი, აგორ ნერვიულობ. ლევან შენზე ძალიან ნერვიულობ. ძალიან. არა იმაში რა საგრიმეროში მითხრა არ ვსა 4 წელიაო და აი ხეს ვცახცახი რანაირა ერთი ჭიქაც არ დაგიდევია არა არ დამილევია სხვათა შორის და არა თავისუფალ დროს რასაკეთებთ თავისუფალ დროს ეხლა მეტყვი სიმღერას წერო და პრემიერა მოვიტანეო და ამე ერთადაც სიმღერას წერ და მუშაობ როგორც ყოველთვის რა სვავდავ თვრები ლიმონათით კარგი, თავისუფალ დროს ასაკეთებ. მოგეთხოვ ქსო. სხვა არ ვინდა ქსოველები არა, რა გავახსენე, აიცი? ჩვენი კობას. ჩვენი კობა რომელია? ბატონი ჩაინიკა. ეგ ჩვენია. ხონდა 91 წლებში, ხონდა რაღაც ნერვოზული ისეთი, რა ქვია, ნერვოზი ხონდა. ახლაც კი აქვს, მაგრამ მაშინ ხონდა ცოტა განსაკუთრებული ეს ქსოვა და ისავლა ქსოვა. ოღონდ შეძვავა ეს მოხვევ არ იცოდა რა ქსოვის ვერ უხვევდა. ანუ ასე თუ მიდიხარ ეს ამას ვერ ჩავ ვერ იზამს და კაში გონდა მოგზავნილი 300 მეტრი. არტო ქსოვდა სიგრძეში რა ვერ უხვევს რა ქუსლიანი. ერთფერი. ხო ნუ რა ვიცი ახლა რა დრო დაჭირა ვერ გეტყვი. ობა წარმოიდგინეთ ბარათელი როზისკ და ქსოვს. კილომეტრიან ხათა შორის მართლა აწყნარებს. ცადე ერთხელები და დააგვლიჯებ მთელი წელი. ესე იგი ახლა შემოლებარ რაზეც ყვებოდი ახლა ნუ გზავრობა ესეთ საცობების დროს გინდა არ გინდა დამღლელი ცოტა შრომადებადი ბევრი დრო გჭირდება და თქვენ ახლა ერთად რო იყავით წყვილად არ იქნებოდით რაღაცა სიმღერა აქვს მოფიქრებული უეჭვენ. რა თქმა უნდა თანაც მოვიტანეთ კარგი სიმღერა, კარგი პრემიერა. აი თავარი და ყველაზე კარგი ახსნა ისა აქვს რომ მე ყოველთვის იმას ვამბობ, სადაც ჩავდივართ უცხოეთ საზღვარგარეთ, სადაც მიდივარ, რადარი მაქვს ყველგან ჩართული თქო, იმიტომ რომ გაკეთებული გვაქვს იტალიური, გაკეთებული გვაქვს ბერძნული სიმღერაც გაკეთებული, ნუ ინგლისურზე ჟანრობრივად არ არის, ანუ ყველა ჟანრი გვაქვს. დაცდილი უბრალოდ არ გქონდა ძალიან ბევრჯერ ვართ ისრაელში ნამყოფი და ებრაული სიმღერა არ გაგვიკეთებია არასდროს. ერთი ავანაგილა ვიცით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ყოველ შემთხვევაში გაკეთებული. და აი ესე TikTok-ზე სკროლავდი რაღაცას, წავაწყდი ერთ ძალიან მაგარ სიმღერას რა და აი იქაც რადარი ჩავრთე და ბიჭო ჩავრთე ეს შაზამი რა. ვასმენინებთ იმ მონაკვეთს ვერ გამოიცნო. ეხლა როგორ გინდა მიაგნო ამ სიმღერას? კომენტარებში წავიკითხეთ, ენა არ ვიცით. ებრაული სიმღერაო, წერენ ქვემოთ. სად და სად წავიდოდი? მოვაფიქრდა ამ დროს. ლერი და ტალი, ჩვენი ლერი და ტალი. ლერი და მისი წოლი ტალი და წერ ტალის WhatsApp-ში რომ მეთქი ტალი ჩაუგდა სიმღერა, მეთქი ხო არის და კიო როგორ რა. ეგრევე ტალი. ლერი და ტალი მოვიკითხო, ძვირფასი ძიგნები, კარგი ხალხი. ტალია გახსნათ ლერის მეუღლე, ლერი კი თერმომსოფლიო. კი ბატონ. როგორ არის სიმღერა ვერ გავიხსენი, რას მღერიან ხოლმე ლერი კოზეროლე. ლერი რაღაცა რო იწყება რა. ლერი ორი უდაში ადრაგე. აი ეს ლერი პატივცემულობა მოვადრო და გვეყოლებას თუ ხათა შორის სიმღერა ჩაწერა ახალი. ხო, ანუ მოვისმენთ ესე სექტემბერში. უკან დგას, მაგრამ სექტემბერში ვამღერის, მაგრამ მაგის ყველა პულმარილზი არის, გავიხედავ აქ არის, გამოვიხედავ ცეკვა. მერთმა ჯანი მოგცეს და აგერ თურმე შენი შაზამიც გამხდა. კი ბატონო, აგერ თანამონაწილეა ამ ძალიან კარგი სიმღერა. შაზამი. შაზამ. ხო. თქვენი შაზამიც რომ მოვიკითხოთ ლერი დიდი სიყვარულით, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან დიდი გზა აქვს წარმატების ამ სიმღერას ზუსტად ხვდები როგორც მაქვს ჩუწიო რა ეგ. ანუ ისრაელში გასამგზავრებად მზად ხართ ამ. მზადავართ, მაგრამ ეს თავარი არ არის, თავარი არის ის რომ ეხლა მივედით ტექსტის ნაწილზე. ვინ უნდა დაწეროს ტექსტი? ნინი მეუბნება ეგრევე ამის ტექსტსო
ვინ თუ არა ჩვენი ვასკა გრიგალაშვილი, თქვენი ვასკა დაწერთ ძალიან მაგრათო და ემი აღარ არის. ვასკა სახალხოა. ყველას მაშინ წინასწარ ვიცი რომ ეს სიმღერა იქნება ან სიყვარულზე, ან დალევაზე, ან ნაზუქებზე. ყველაფერი ერთად არის ჩაქსოვილი ძალიან. ამ ბოლო დროს ვალებსაც ზუსტად დაასვა, ზუსტად ლამაზი და მაგარი ტექსტი, ასე რომ დიდი მადლობა მას. ნიჭიერი კაცია, ნიჭიერი კაცი, ძალიან. და რა ვიცი, ძალიან ბევრი პოპულარული სიმღერები მოუგროვდა ისე და გლიჯოთ მაგის ვარსკვლავით ჩვენი რა მიდის. კი ბატონო. აგა ისე ნუ იზომ რომ ჩვენი ადგილი აღარ დარჩეს. თავის თავზე ზრუნავს ისევ. კი ბატონო. თქვენ ხო რას ლაპარაკობთ სულ ჩემზე ზრუნავ. ერთი მასკა არ მახსოვს შეგარ. ისე კოლუმბია არ გაინტერესებს, ძალიან ეგზოტიკური ქვეყანა. არა, ძალიან საინტერესო. ყველაფერზე თუ გა კოლუმბიაზე რატო არა გავდაწერო? ჯერჯერობით. აი ამის შემდეგ კოლუმბიური ფოლკი რო ჩაწეროთ მაგალითად, ცუდია? დუეტი რო გავაკეთოთ? შეიძლება. არის თუ იცი ეხლა სხვათა შორის რო იცოდე ჩინური შემოდის. ჩვენ ვისაუბრეთ ამ აი, ჩინური. მონოლოგში ჩინური შემოდის. მაგაზე კი გვიფიქრე. მივაწვეთ ჩინურს, უკვე ჩემია. ხო, შენია. და ჩვენათაც გავხდით რა, რაღაცას მოუძებნით მანდაც საერთოს. კარგია. იცი რა? ჩვენ ამ ხუმრობაში ნამდვილად მე მგონი დრო არის უკვე რომ თქვენი სოლო კონცერტი გააკეთოთ სადმე. იმდენი სიმღერები დაგიგროვდათ რომ მე და ნიკოლოზი ვიქნებით წამყვანები და დრო არის უკვე რომ რა სიტყვი? არა, კარგი აზრია. ვიფიქრია მაგაზე, ის გვისაუბრია მე და ლევანს. არა, და რა მე შენ უთხარი მოიცადე. ჯერ ადრია. ბოლოს ფათაშორის რაღაცა. შენ მასე ნუ აცნობ უარყოფითი მხარი. მე თორე კი გაქმარა, ქვამაღლადი ვამბობ. ფათაშორის ჩემო პაატა ნიკა, ეხა ამის წინ დავიწყეთ დათვლა პირველი სიმღერიდან დღემდე რა გაგვიკეთებია რილსების სახით ავტვირთეთ სოციალურ ქსელებში და დღემდე ანუ ეს სიმღერა უკვე არის 51 სიმღერა ამ 4 წლის განმავლობაში უეტი ლეონის შემოქმედება. ან ყველა ძალიან პოპულარულია, ხა ყველა შეიძლება არა, მაგრამ 99%-მა გავარდა. ეგრეა? ნუ განსაკუთრებით დაბიდუბი. რა თქმა უნდა. გლიჯავს ყველა. მართლა გლიჯავს. ახე როგორც საკმად გაიცინა. ეს მე მგონი მართლა მკაცია და ყველაფერი მე ვამბობ. თუ იმკაცრებ. მაშინ დროა უკვე რომ ვამღეროთ სანამ ძიმე საგანი რა ვიცი, აქ არაფერია და ამა თუ ეხა ეს სავარძელიაცია. გავაბრაზოთ და ვნახოთ რეიტინგი გვექნება რატომ დაარტყა ლეონს სავარძელი. რეიტინგი გვექნება ჩვენ თუ ვერ დავესწარეთ რა. არა, შეხედა აი ჩემი ბასრის საგანი. ხო, ნუ ეგენაც ბავშვებო, მოკლედ მოვისმინოთ. დიდი მადლობა ავტორებს. დიდი მადლობა თქვენ რომ შრომობთ და იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ რომ საინტერესო იქნება და ძალიან მაინტერესებს მოვისმინო. მოკლედ გიტოვებთ დუეტ ლეონის სიმღერის პრემიერს, რომელსაც თქვენ ძალიან მიყვარხ. გაბარა. გადასარევი სახელია. გისმენთ? ხო.